ესეთი ჭანჭიკი. ამით შეგიძლია დაარეგულიროთ სასხლეტის მგრძნობიარობა, ანუ პატარა გამოწევაზე გავვარდეს, დიდი ხანით გამოწევაზე და ასე შემდეგ. ანუ ეს რეგულირებადია. ყველა თოფს, ტირის თოფს, თუ რა ქვია მას, პნევმატურ თოფს, თუ ესეთი რაღაცა აქვს, ალტვიორკის ჩასადები, ნუ ხანსაჭერის. იცოდეთ, რომ ეს არის აი ამისი სარეგულირო. პიკატინის თამასა უყენია სერიოზული, მართლა სერიოზული. სამიზნე უყენია პლასმასის, შუქშემკრებები აქვს, მოძრაობს ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. წინ კაი შუქშემკრები აქვს, აი ესა კარგი გაკეთებული, რომ შუქშემკრები დაიცვას და წინ არ არის რეგულირებადი აი ეს სამიზნე. ამ იმიტირებულ მაყურზე უყენია წინ და ლულაში რო ჩაიხედოთ არის აი ესეთი. მე ხლა ამას ვისვრი. კონსერვის ქილა მაქვს, კონსერვის ქილა კი ეხლა განახებთ რა ქილაც. აი ესეთი ქილა არის. დაბეჭდილი შიგ ტომატია. როზალინ. მოკლედ, ამაზე სქელი ტომატის რაღაცა ვეღარ ვნახე, რა ვიცი, ეკონომიას აკეთებენ თუ რა საკეთებენ, მაგრამ აი ამას ვესვრი. მერე თუ დაგაინტერესდა თოფის ყინვა, შეგიძლიათ მიხვიდეთ მაღაზიაში ნახოთ ესეთი რაღაცა, ხელი მოკიდოთ, ნახოთ როგორი სიმკვრივე ხარ, სიმკვრივეს ვერ გადმოწევ, მაგრამ გაუხსნელია ტომატის პასტა არის შიგ სავსე. ვესვრი ერთი 4 მეტრიდან და ვნახოთ რას უზავს. არა, 4-დან არ ვესვრი. 10 მეტრიდან ვესვრი. და 10 მეტრიდან ვნახოთ აი ამ ქილას რას უზავს. გახურტავს, ვერ გახურტავს, ამ სქელ ტომატში გაივლის, ვერ გაივლის, ეგ ამბავი გავარკვიოთ. აი ახლა გავალ იქით მხარეს და ვესვრი. გათიშე